როგორც უკვე ვიცით, სპორტს ეკვების ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით 23 და 24 მაისს ჩატარდება საერთაშორისო ტურნირი კავკასიის თასი 2026. არაერთ უცხოელ ვიზიტორს უმასპინძლებთ და გამოვავლენთ მსოფლიოს საუკეთესო მოცეკვავებს, ვიდრე აღნიშნული დღეები მოახლოვდება. დიდი სამზადისია ახლა სარეპეტიციო დარბაზებში, სადაც დილიდან იმყოფება სალომე კახეთელიძე, კვლავ დაუბრუნდეთ მას. წესით ძალიან შთამბეჭდავი და ლამაზი სანახაობა უნდა შემოგთავაზოს თქო და გთავაზობენ უკვე შეხედეთ რა ხდება. Passa doble! Sovitsekot თან. მშვიდობისა საქართველო, მოგესალმებით, თუ გსურთ რომ აი ეს ხასიათი, განწყობა, ენერგია და რიტმი კიდევ უფრო ახლო და შეიგრძნოთ, თქვენ გაქვთ საშუალება რომ ამ შაბათ-კვირას 23 და 24 მაისს დაესწროთ საერთაშორისო ტურნირს სახელწოდებით კავკასიის თასი 2026 და აი ეს მოცეკვავეები, წამყვანი მოცეკვავეები და კიდევ სხვა მრავალი დაგხვდებათ იქ. დილო მშვიდობისა, მეგობრებო, მოგესალმებით. მშვიდობის, გამარჯობა. როგორ ხართ? ლიზი გუნჩაძე და ლაშა თაბაგარი არიან ახლა ჩვენთან ერთად და მათ შემოგთავაზეს ეს არაჩვეულებრივი სანახაობა, ეს არის წყვილი, რომელიც თუ ამ ტურნირში მოიპოვებს გამარჯვებას, ისინი მოხვდებიან მსოფლიო მოცეკვავების 50-ელში. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ უფრო საპასუხისმგებლო მათთვის წლევანდელი ტურნირი. როგორ ემზადებით ამისთვის? წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია ჩვენთვის. იმიტომ რომ საკმაოდ კვალიფიციური მოცეკვავები და მსაჯები ჩამოდიან ამ კონკურსზე და მთელი თავი გვაქვს გადადებული ახლა ამისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს შრომობს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ დაგვიფასდება. რა თქმა უნდა, ყოველდღე ვცდილობთ, რომ მეტად გამომჯობესოთ ჩვენი თავი და ყოველდღე ვცდილობთ, რომ ასახელოთ საქართველოს რა თქმა უნდა კონკურსზე. კი ბატონო, მე ამის იმედი მაქვს, რა თქმა უნდა, წარმატებებს გისურვებთ, ვიცი რომ აფრიალდება საქართველოს დროშა ამ საერთაშორისო ტურნირზე და ჩამოსულ უცხოელ მაყურებელს თუ მსაჯებს დავუმტკიცებთ ჩვენს შესაძლებლობებს. მაინტერესებს მე რამდენი წელია რაც ამ საერთაშორისო ტურნირში იღებთ მონაწილეობას? როგორც წყვილი მეორე, მაგრამ აქამდე 10 წლეულობით ალბათ რაც არსებობს და ჩვენ რაც ცეკვაზე დავდივართ, სუღებლობთ ამ მნიშვნელოვან ტურნირში მონაწილეობას. მოკლედ, ერთი მნიშვნელოვანი ამბავი არის ის, რომ 23 და 24 მაისს სტარტს აიღებს ეს საერთაშორისო ტურნირი და მეორე არის ის, რომ როდესაც დასრულდება ვიზეიმოთ თქვენი გამარჯვება უკვე და ვიზეიმოთ ის, რომ სწორედ ლაშა და ლიზი მოხვდებიან მსოფლიოს წამყვან 50-ელ მოცეკვავეში. როგორია უკვე ის სტატისტიკა, რომელიც თვითონ ამ ტურნირმა გაიარა დაარსებიდან დღემდე, ამას კვლავ გვეტყვის ლელო ჩქარეული, სპორტს ეკვების ფედერაციის გენერალური მდივანი. დილო მშვიდობისა კიდევ ერთხელ. დილო მშვიდობისა კიდევ ერთხელ დილო მშვიდობისა ჩვენს მაყურებელს. კავკასიის თასი ყოველთვის ფეხში მიყვება დროს და მოთხოვნებს, რაც არის მსოფლიო სამყაროში. მაქვე ესეთი შორი წარსულით ვთქვათ არ მინდა, აი ახლო წარსულში ჩვენ 2024 წელს ჩავატარეთ ევროპის ჩემპიონატი, შარშან 2025-ში ჩავატარეთ მსოფლიო ჩემპიონატი ორ კატეგორიაში და ერთ-ერთში სოლო გოგონებში იუნიორი 2-ის კატეგორიაში ქართველმა მოიგო ნინი გამხუაშვილმა და წელსაც რა თქმა უნდა აი ესეთ საერთაშორისო ტურნირს ვატარებთ უკვე, აი როგორც ჩვენ აღვნიშნეთ, ძალიან სხვადასხვანაირ ფორმატში. ასევე მე მინდა უთხრა ჩვენს მაყურებელს, რომ ჩვენს დარგში ძალიან წარმატებით მიდიან ჩვენი მოცეკვავები, როგორც წყვილები, ისე სოლო შემსრულებლები, მაგალითად სოლო შემსრულებლებში უფროსების მაშინ რა ქვია, მსოფლიო რეიტინგში ქართველი არის ლიკა ბურჯანაძე პირველი. აი ხა თქვენ რომ ისაუბრეთ 50-ელზეც, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ჩვენ მსოფლიო ესე იგი რეიტინგში წყვილი როდესაც ტოპ 50-ელში შედის, ანუ მსოფლიო საუკეთესო 50-ელში, იმას უკვე ენიჭება ვარსკვლავი. ის ხება ვარსკვლავური წყვილი და გარკვეული პრივილეგიებიც გააჩნიათ და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი რამოდენიმე უფროსების წარმომადგენელი წყვილი წელს წესით უკვე ამ თავიანთი შედეგებით უნდა მოხვდნენ ამ ტოპ 50-ელში, რაშიც რა თქმა უნდა კავკასიის თასი თავისი ქულებით და რეიტინგით ხელს შეუწყობს.
ძალიან დიდი მადლობა ამ სასიამოვნო სიახლეების გაზიარებისთვის. გისურვებთ წარმატებებს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ არაერთ გამარჯვებას მოვიპოვებთ სხვადასხვა კატეგორიაში. დაგემშვიდობებით და ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ამ შაბათ-კვირას, ესე იგი 23 და 24 მაისს, გაიმართება და ჩატარდება ტურნირი კავკასიის თასი 2026. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა იმისა, რომ დატკბეთ საოცარი სანახაობით და იმ ხასიათით, ენერგიით და მუსიკით, რომელიც თან ახლავს სამეჯლისო და თანამედროვე ცეკვებს. მოკლედ მე დაგემშვიდობებით ახლა, თუმცა რა თქმა უნდა დაგიტოვებთ კიდევ არაერთ ვარსკვლავურ წყვილს წამყვან მოცეკვავების არასრულ შემადგენლობას. ნახვამდის. მოკლედ ესე გადამდებია შეიძლება ითქვას სპორტული ცეკვების ენერგეტიკა და მართლაც ძალიან მაგარია ეს ყველაფერი. შეუძლებელია რომ ამ მელოდიებს და ამ რიტმებს არ აყვე და ფეხი არ აუწყო.